ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ჯეირან გვაგვალიას 4 სასწავლო წლის განმავლობაში 300 ლარი გადაეცემა ყოველთვიურად. ღონისძიებაზე ისაუბრეს სამშვიდობო ინიციატივებზეც. დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთეგუროვის სახელობის სტიპენდიები 2018 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგს აჩვენებენ. შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის და სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა საოკუპაციო ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება და მათთვის განათლების შესაძლებლობების გაფართოვება. ამასთან ჩვენ ვაგრძელებთ დიმიტრი გულიას და კოსტა ხეთაგუროვის სახელობითი სტიპენდიებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იმ გამორჩეული ახალგაზრდების მხარდაჭერას და წახალისებას, რომლებიც მათთვის დანერგილი საშაღავათო პროგრამების და უმაღლესი უგამოცდოთ ჩარეცხვის შესაძლებლობის მიუხედავად ადგილზე არსებული ურთულესი გამოწვევების პირობებში დამოუკიდებლად ახერხებენ მოემზადონ და უმაღლესი შედეგებით ჩააბარონ ეროვნული გამოცდები. სწორედ ამგვარი შემართების, შრომის და გამბედაობის დასაფასებლად წელს ჩვენ დავაჯილდოვეთ დიმიტრი გულიას სახელობითი სტიპენდიით ჯეირან გვაგვალია ახალგაზრდა ოკუპირებული გალის რაიონიდან, რომელსაც კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ წარმატებას. და რა თქმა უნდა მეტი განათლებით და განვითარებით, ნდობის აღდგენითა და მშვიდობის მშენებლობით ჩვენ აუცილებლად დავწევთ ოკუპაციას და გავაერთიანებთ ჩვენს ხალხს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ხარისხიანი უმაღლესი განათლების შეთავაზება და ხელმისაწვდომობა ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ღონისძიებაც და სტიპენდიაც, რომელიც დღეს გაიცა. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი იდეას ემსახურება ეს ჯილდო და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი გამარჯვებული ბატონი ჯეირანი სწორედ აი მიზნებს მოემსახურება, რომელიც მიზნებისაც ეს ჯილდო შეიქმნა. ეს ინიციატივა დიდი ხანია დაიწყო სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და წახალისებას ემსახურება იმ ბავშვების, ვინც კარგად ისწავლა, ვინც საგანგებო ვითარებაში სერიოზული გამოწვევების წინაშე მყოფებმა გული დაუდეს სწავლას და დღეს დავაჯილდოვეთ ადამიანი ვაჟკაცი კაცი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ აქ კარგული შეღავათები უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის თავისით ისწავლა კიდევაც ქართულიც დახვეწა, რაც ასეთ ეს რთულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებისათვის. ჩააბარა ისე, როგორც იმ ღირსებას ეკადრება, რომელიც მის ოჯახს გააჩნია. რთული ვითარებაა ზოგადად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერს დავძლებთ იმის აი ამ ახალგაზრდებთან ერთად, რომელიც დღეს ამ დარბაზში იყვნენ შეკრებილები, საკმაოდ განათლებულები, საკმაოდ კარგად ცნობდნენ თავის ქვეყნის ისტორიის და საკმაოდ ოპტიმისტურად განწყობილი მომავალთან დაკავშირებით. ყველას წარმატებას უსურვებ და განსაკუთრებით იმ ადამიანს, ვინც დღეს ესოდან საინტერესო პრიზი მიიღო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჰქონდა. სტიპენდია გადმომეცა, რაც ძალზედ სასიხარულოა. მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ თეა ახვლედიანს და ასევე განათლების მინისტრს ალექსანდრე წულაძეს. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც აქ შევკრიბეთ, შემხვდნენ და ამაფასეს და ძალიან მოულოდნელი რამე იყო ჩემთვის. თუმცა, როგორც აღნიშნე, ეს ცხოვრება ისეთი რამაა, რომ სწორედ ასეთი სასიხარულო მოულოდნელობებით არის აღსავსე. და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა რომ გადავხადო.